უნგრეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ანდრაშ ბაკამ დაიკავა. უნგრეთის პარლამენტმა ის 140-ხმიანი უპირატესობით აერჩია და პრეზიდენტად დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხოლოდ 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ოპოზიციაში გადასული ვიქტორ ორბანის პარტიამ კი პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტია ფიდესი ახალ მთავრობას ტირანული პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება თავად ფიდესის მმართველობას, მას ავტოკრატად მიიჩნევს თავად ახალი პრეზიდენტი, რომელმაც ვიქტორ ორბანის ბამნე პოლიტიკით ქვეყნისთვის მიღებული ზიანი არაერთხელ ახსენა. კანონის უზენაესობა მხოლოდ იმიტომ კი არ მოქმედებს, რომ არსებობს წესები, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს ამ წესების თანაბარი და გამონაკლისების გარეშე გავრცელების სჯერათ. ჩვენი ინსტიტუტების მდგომარეობა მხოლოდ იმ მძიმე მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის დაძლევაც მოგვიწევს. ჩემი აზრით, ბოლო წლების ყველაზე სერიოზული შედეგი უნგრულ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა განხეთქილებაა. ეს ქვეყანა ვერ ააშენებს საერთო მომავალს, სანამ მისი მოქალაქეები ერთმანეთს მტრებად აღიქვამენ. ამიტომ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა მოითხოვს როგორც სამართლიანობას, ისე თავშეკავებას. კანონის დარღვევები უნდა გამოვლინდეს. საჯარო სახსრების გამოყენება საფუძვლიანად შემოწმდეს. თუმცა არის ერთი რამ, რასაც ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ახლა უნგრეთს შურისძიებაზე ვერ ავაშენებ. მათ ვინც დღეს იმედგაცრუებულია, მათ ვისაც ცვლილება არ სურდა. არ მოეთხოვებათ უარი თქვან საკუთარ შეხედულებებზე ან პოლიტიკურ მწამსზე, იმისთვის რომ მომავლის უნგრეთში საკუთარი ადგილი ჰქონდეთ. პარლამენტში ახალმა პრეზიდენტმა ფიცი უკვე დადო. ინაუგურაციაზე კი ამას უკვე 19 აგვისტოს გააკეთებს. რის შემდეგაც ის ოფიციალურად შეუდგება თანამდებობას, რომელიც მეტწილად ცერემონიული ხასიათისაა, რადგან ძალაუფლება უნგრეთში ძირითადად პრემიერისა და მთავრობის ხელშია დელეგირებული, თუმცა პრეზიდენტს არაერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, მათ შორის კანონებზე ვეტოს დადების უფლება. ახალი პრეზიდენტის არჩევა უნგრეთის ახალი მთავრობის ბოლო ნაბიჯი იყო. არჩევნების გზით მოპოვებული ძალაუფლება სრულად გაემყარებინა. მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანის დამარცხების მიუხედავად, პრემიერ პიტერ მაგიერს გარკვეული დრო დასჭირდა ვიქტორ ორბანის თანამოაზრე პრეზიდენტის ტამაშ შურიოკის გადასაყენებლად და ახლის დასანიშნად. ამ თანამდებობაზე ის ცნობილ უნგრელ მოჭადრაკეს იუდით პოლგარსაც კი განიხილავდა, რომლისგანაც უარი მიიღო. საბოლოოდ არჩევანი 74 წლის იურისტზე ანდრაშ ბაკაზე გაკეთდა, რომელიც 1991 წლიდან 2008 წლამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმიანობდა. 2009-2011 წლებში კი უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ის ამ პოსტს ორბანის მთავრობამ ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე ჩამოაშორა. ბაკამ საქმე ევროპულ სასამართლოში წაიღო, რომელმაც დაადგინა, რომ მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება მის მიერ მთავრობის სასამართლო რეფორმის კრიტიკით იყო ნაკარნახები. მას შემდეგ ანდრაშ ბაკა აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის წამყვან ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში, როგორიცაა კოლუმბიის, ბერკლის, კალიფორნიისა თუ ვირჯინიის უნივერსიტეტები. როგორც თავად ამბობს, ახლა უნგრეთის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა შიდა სოციალურ-პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოების გასაერთიანებლად გონივრული ნაბიჯების გადადგმა.